ტერორი და ზიზღის ახალისებული კამპანია შუაღამის პერფორმანსი თეატროლოგიანის ოჯახის წინააღმდეგ მცირეწლოვანი ბავშვის შინყოფნისას პარლამენტის თავმჯდომარე დონორების პასუხისმგებლობის საკითხს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. რატომ არ შეაშფოთა მომხდარმა არც ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია თუ დემოკრატიის მოდარაჯე პარტნიორი მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი. ღამის საათებში ორგანიზებული აქცია ხმის გამაძლიერებლებით მუქარა შეურაცხყოფა და ეს ყველაფერი ოჯახის წევრებისა და მცირეწლოვანი ბავშვის სახლში ყოფნის ფონზე. თეატროლოგიანის საცხოვრებელ სახლთან ღამის საათებში ხმაური მართველი გუნდისთვის ფაშიზმის მორიგი მაგალითია. ტერორი ეს პირველი კანონმდებლისთვის სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული NGO სექტორის ახალი კამპანია. არასამთავრობო და მათი დონორები დღეს არიან მთავარი წყარო სიძულვილის გაღუვებისა და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობისა. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახლთან მივარდნა შუაღამის, როცა იქ მცირეწლოვანი ბავშვიც იყო, მუქარები, სიკვდილისთვის გამეტება და ასე შემდეგ სხვადასხვა NGO წარმომადგენლის მხრიდან. თუ არ უნდათ რომ თავის შექმნილ მონსტრებს რაღაც მკვახი განცხადებებით გაემიჯნონ, რბილად მაინც თქვა, რაღაცა თქვა. ერთი სიტყვა გვითხრან, გვაკადრონ, გვაღირსონ ჩვენ საზოგადოებას, რომ ამდენ ფულს რომ ხარჯავენ ამ ადამიანებში, რომლებიც სიძულვილს აღუევენ ჩვენს ქვეყანაში, გვითხრან ერთი არის თუ არა ეს მათთვის მისაღები. პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფის ადგილად სახლი ღამით მისვლა და ყვირილი არც ერთ ოპოზიციონერს არ დაუგმია. ის რაც ამორალურია, მორალურ სტანდარტს არ ცდება ნაციონალური მოძრაობისთვის და მისი მოკავშირეებისთვის. მე არ ვიცი სახლში მივარდნაში რას გულისხმობთ, თეატროლოგიანი გაიხსენეთ, რა ტიპის განცხადება გააკეთა. გიკვირთ რომ ადამიანები აღშფოთდნენ, ამ ფონზე გიკვირთ რომ ის ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლოს სიყვარული, ერთგულება, პატრიოტიზმი, გაბრაზდებოდნენ, რამე საკვირველი არის ამაში? მართლ გუნდს კითხვების სიძულვილის და ზიზღის გაღუვების კამპანიის შემქმნელების დამფინანსებლებთან აქვთ. ემიჯნებიან თუ იზიარებენ მთავარ კითხვაზე პასუხი დონორებისგან ამ დრომდე არავის მიუღია. იმ დონორებისა, რომლებსაც თითქოს უწერიათ, რომ მათი მთავარი დანიშნულება ის არის, რომ დემოკრატიისთვის იბრძოლონ და ხელი შეუწყონ მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებას, მაგრამ რეალურად ლიბერალ ფაშიზმს ახალისებენ. ამის სამწუხარო მაგალითია ქალბატონ თეატროლოგიანის წინააღმდეგ მიმართული ის ყოვლად სულდაბალის აქციელი, რომელსაც მაგალითად ეხმიანებოდა ქალბატონი ბაბუცა პატარაიაც, ერთი შეხედვით უწოდებს ადამიანი ქალთა უფლებების დამცველს, ხოლო მეორე მხრივ ქალბატონს სიკვდილს უსურვებს. ეს არის მათი სახე, რეალური სახე. როდესაც მათ არანაირი რეაგირება არ აქვთ არასდროს ისეთი კამპანიების მიმართ, როგორც იყო 84 ტყვია კეფაში ქვეყნებოდა ჩვენი პირადი მონაცემები, იქ უვარდებოდნენ პირდაპირ დეპუტატები იქნებოდნენ თუ სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები ოჯახის წევრებთან ერთად ჩართული ტელეფონებით ერთი და იგივე მესიჯ ბოქსით. ასევე ბატონი ვაშაძის ამაზრზენი და არაკაცული განცხადება, რომ როდესაც მან ბავშვებს პირდაპირ ეთერში მოუწოდა, რომ მშობელს გამარჯობა არ უთხრეთ, თუ იგი ქართული ოცნების მხარდამჭერი არისო და როდესაც ესეთ თემებზე დუმს მთლიანად და არანაირ კრიტიკულ კომენტარს არ აკეთებს დიპლომატიური კორპუსი. რა თქმა უნდა, ეს არის ირიბი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირი წახალისება. ოფიციალური თბილისის მწვავე გზავნილი პარლამენტის თავმჯდომარემ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილი ვრცელ წერილში საჯაროდ წერს, რომ ევროპელი და ბრიტანელი დონორები უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის პოლიტიკურად ძირის გამოთხრის აქამდე არსებულ პრაქტიკას აგრძელებენ. NGO კარტელის ეს ბოსები და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სულ უფრო მეტად ემსგავსება 1000 ბორცვის რადიოს ზიზღის გამგუებელ მედიას, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა 30 წლის წინ რუანდაში დატრიალებულ გენოციდში. არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის, პარტიული მედიის და ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა. შეუძლებელია დააფინანსო ტერორი და ამავდროულად უარი თქვა პასუხისმგებლობაზე. სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილიზებულ საზოგადოებამდე გზა დონორებზე გადის. მართველი გუნდი ოპოზიციის პატრონებისგან პასუხებს ითხოვს.